ბევრი ვიარეთ, ცოტა ვიარეთ, მოვადექით GDS და კერძოდ პროექტ 1-1. ესე იქამდე იყო ძალიან ბევრი სატელევიზიო პროექტი, სადაც ერთად თუ სხვადასხვა დროს იღებდით მე და ნინი, ჩემი მეგობარი ნინი მონაწილეობას. უპირველად ჯერ ვიყავი მე ნუცის სკოლაში, მეორე წელს შემომიერ და ნინი ნუცის სკოლაში, მაგრამ ნუ კონცერტებზე ერთად დავდიოდით და აი იქ ჩაეყარა საფუძველი ჩვენს მეგობრობას. მერე იყო ჯეოსტარი, შემდეგ იყო მერე რა იყო ბრავო იყო. ბრავო იყო ხო. მერე ნუ მე მქონდა ერთი პროექტი კიდე ცალკე, ორი ვარსკვლავი. ეხლა ისევ ერთად აღმოჩნდით აგერ. აი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ალბათ იყო ჯგუფი, რომელიც ჩვენ გვყავდა ერთად, ეს ხო ჯგუფი ვივო, რომელმაც გააკეთა, ნუ როგორც მომღერალი, ჩამოგვაყალიბა. ნუ თუ სატელევიზიო პროექტზე მეკითხები, ეგეთი რა თქმა უნდა იყო ჯეოსტარი, იმიტომ რომ ზოგადად კონკურსებს არ ვწყალობ. გიორგი სუხიტაშვილი, ჯეოსტარი 2008. მომღერლად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ვივომ, რა თქმა უნდა, ჯგუფმა. მე როგორ დაიწყო ეს ანუ ეს კონკურსო მანია და ვაცილებთ ვიღებთ. ეგრე იყო კი. 2011 წელს მივიღე მონაწილეობა Golden Talent-ში, ამის შემდეგ მივიღე მონაწილეობა საქართველოს ვარსკვლავში. რომელიც მე გამიგიარე. დაიწყო ძალიან მარტივად და ესეთი სირთულეები კონკრეტული არ ყოფილა, იმიტომ რომ ვიყავი ძალიან პატარა. ანაბანა იყო ეს კონკურსი და ძალიან მხიარულ გარემოში ხდებოდა ყველაფერი. ლიზა ხენია. მერე იყო წავედით ევროვიზია, გავედი ევროვიზიაზე და აქ უკვე მესვით მასშტაბური კონკურსი იყო და რაღაც გამოცდილებები მივიღე. იმდენად ბრძოლაზე და იმაზე ესე არ ვფიქრობ, რომ კონკურენტები მყავს პირი. ეს რაღაც კონკურსიც არ არის, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მაგარი შოუ, რომელიც კეთდება ხალხისთვის და შენც რაღაც შენი თავი უნდა გამოცადო. გახიობი ვიყავი, თამაშობდი თეატრში, იყო რაღაცეები, მერე იყო mutual friends-ი, ზურგი, არა და ჯგუფი ყველა. და ყველაზე ისეთი პროექტი მასშტაბური, ასე რომ ვთქვა, საიდან ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა, იყო ვარსკვლავების აკადემია. იყო 10+10, ეს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო გამოცდილების მხრივ და ეხლა არის 1-1-ში.